მოგესალმებით თითოეულ თქვენთან უღმესი მადლობა იმის რომ გამოწადეთ ჩემი არხი იმის რომ ალაიქეთ და კომენტარებთ ვინც არ მისცემთ დაგესწრებით მე ვარ კატო გეტყვით რომ 23 და 24 ივლისი იქნება სრულ დიაგნოსტიკაზე ფასდაკლება და ღირებულება იქნება 50 ლარი შეგიძლიათ წინასწარ ჩაეწეროთ და მიიღოთ სრულფასოვანი დიაგნოსტიკა როგორანაირად ხდება თქვენს ცხოვრებაში, როგორც პირად ურთიერთობაზე, ასევე ფინანსები, კარიერა, ზოგადი ენერგეტიკა და ასე შემდეგ. ხო, ჩაეძიოთ სიტუაციებს. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, დღევანდელი გაშლა არის თემა, ვინ არის ის ადამიანი, ვინც ფიქრობს თქვენზე. ნახოთ. ვინ არის ის ადამიანი, ვინც ფიქრობს თქვენზე. ნახოთ, რა ენერგიებში ხართ ახლა ამ ეტაპზე თქვენ. თქვენ ძირითადად გადართული ხართ, შეიძლება ითქვას მუშაობაზე, რაღაც განახლებაზე, სწავლაზე. მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენი ენერგიები არის აი როგორი მომენტი, იცით, როდესაც ადამიანი იწყებს რაცა გაიარა სიტუაციები, მიხვდა ნიუანსებს და ეხა იწყებს უკვე ამაზე მუშაობას, ესე ვთქვათ. ხო, ვიღაცისთვის ეს იქნება სამუშაო სფერო, ვიღაცისთვის პირადი სფერო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას თავის თავზე ძალიან ხშირად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებებით. ნახოთ, აბა, ესეთი ადამიანი, ამოიცანეთ საკუთარი თავი და ვინ ფიქრობს თქვენზე. ვინ არის ის, ვინც თქვენზე ფიქრობს დღესდღეობით. ეს არის თქვენი კარმული ადამიანი, რომელთანაც შესაძლებელია გქონდეთ ძალიან ისეთი ძალიან დაახლოებული სიტუაცია. ერთის მხრივ შესაძლებელია ვინმეს ყოფილი მეუღლე იყოს, ვიღაცისთვის შეიძლება ადამიანი, რომელთანაც რაღაცა დაკავშირებთ ცოტა უფრო ისეთი სიტუაციები. მე ვიტყოდი, აი როგორი მდგომარეობა, იცით, აი როდესაც რაღაცნაირად არ გაამართლა შეიძლება სუკამათის მომენტი გქონდათ, ხო, ადამიანი, რომელთანაც აი ვიტყოდი, რომ კამათი გქონდათ, ხო, ადამიანი, რომელიც, მე უფრო ვფიქრობ, ეს თქვენი ყოფილი მეუღლე არის, ან ადამიანი, რომელთანაც რაღაცა ისეთი ღრმა, სერიოზული ურთიერთობები გქონდათ, შესაძლებელია ხო ვიღაცისთვის ეს იყოს, ვთქვათ, ურთიერთობაში, უფროსის მდგომარეობაც, ხო, ყოველ შემთხვევაში ადამიანი ეს არის მამაკაცი, რომელთანაც გქონდათ რაღაც ესეთი მომენტები. შესაძლებელია მეორეს მხრივ, უბრალოდ ადამიანი იყო დაოჯახებული და მას ჰქონდა პასუხისმგებლობები და ეს ადამიანი ჯერჯერობით ვერ ახერხებს დავიწყებას თქვენს. ეს არის ადამიანი, რომელიც ამ წუთას თქვენთან არ იმყოფება, თქვენგან წასული არის და აქვს მოლოდინი იმის, რომ ადრე თუ გვიან თქვენი ურთიერთობა დაალაგდება და თქვენ მის მიმართ გადადგავთ ნაბიჯებს.